გამარჯობათ. მივესალმები ჩემ გამომწერებს. ყველას ვინც გვიყურებს, ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდება და დღევანდელ ვიდეო ტრანსლაციაში მე მინდა რომ პასუხი გავცე უსამშობლო ადამიანებს რა. ვისთვისაც არაფერი ქართული და ძვირფასი არ არის. პატივს არცემენ დროს, ეპოქას, გამოწვევებს, რეალობას და ამ არსებობაში ქართული ერის და სისხლის თანამონაწილეობას. ალბათ შეიძლება ცუდად დავიწყეს ვიდეობლოგი, ან არასწორი ფორმულირებით დავიწყე, მაგრამ არ მახასიათებს პრობლემის უკანა ფონზე გადატანა ბექგრაუნდში, როგორც ამათ უყვართ, პირდაპირ დავარქმევ ყველაფერს თავის სახეს და დღეს მოგეხსენებათ არის 9 მაისი ფაშიზმის სოფლიოს მიერ ფაშიზმის დამარცხების 80 წლის თავი შესრულდა. მართლაც ამ კაცობრიობისთვის სისხლის მღვრელ გაუაზრებელ მოვლენებში, რომელმაც რა ვიცი, კაცობრიობას წაართვა, სიცოცხლები დაწერა ახალი ისტორია, შექმნა ახალი ისტორია. ძიმე ისტორია თუ აქამდეც არ ყოფილა ომი, მისაღები და იოლი და რაღაცა გასართობი კაცობრიობისთვის, მაგრამ მეორე მსოფლიომა აჩვენა თუ რა დონეზე შეიძლება დაეცეს კაცობრიობა. არ შევალ ახლა დეტალურ მიმოხილვაში, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ თუმცა პარალელებს გავაკეთებ, ისტორიულ პარალელებს და დავბრუნდები ამ ყველაფერს მე შევქმნი ამ ყველაფრისგან ეგრეთ წოდებულ მიქსს და თანამედროვე რეალობაში აი იმ ხალხის სახეს დაგანახებთ, რომლებიც არიან ვითომ ქართველები, მაგრამ მათში არაფერი ქართული არ არის და არაფერი პრინციპული არ არის რა. მინდა პირველ რიგში მიულოცო იმ ადამიანებს, თუ ვინმე არის დარჩენილი, რავი, დარჩენილი არის, რომ ვინმე ამ 80 წლის თავზე, რომელიც ალბათ არიან რა, მაშინ ბავშვები იქნებოდნენ, რა. მთელი პოტენციალით ხდებოდა ჩაბმა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ და ურთულესი საბრძოლო მოქმედებები იყო და ნახევარი ერი გავწყდით რა, ყველაზე სისხლიანად ჩვენ კისერზე გადაიღარა ქართველებს ამ ყველაფერმა. მე არ მომერიდება ამის თქმა, რამდენი თანამემამულე დავკარგეთ, რა ვიცი. ბაბუა ჩემი იქ წავიდა და იკარგა და კიდე ბებიის მხრიდან და ბევრი რამდენი რა. და როდესაც მსოფლიო გააზრებულად გლოვობს, ამ დღეს გააზრებულად გლოვობს, მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს და ზეიმად მიაჩნია ამ დღეს გამარჯვების დღე. მაშინ ქართველებს იცით რა გვჭირს? ეს არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პრობლემა. როდესაც ამ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან თარიღს, სადაც ქართველმა კაცმა, რომელიც ნამდვილად მშვიდობის მოპოვებაში უბადლო წილი გაიღო, სიტყვებს ვერ ვეძებ რა მაგისთვის. და მით უმეტეს იმისა, მოსწონთ, არ მოსწონთ, როგორც იყო, ასე იყო ის გენერალ სიმუსი, ვინც გამარჯვების დროშა აწია ფაშისტური გერმანიის პარლამენტის თავზე, რაიხსტაგი, ასე ერქვა, მაშინ ახლაც ასე ჰქვია. ეს იყო იოსებ სტალინი და მისი მეთაურობით მოხდა ეს ყველაფერი. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. მე ახლა მაგის შეფასებებისთვის არა ვარ აქ. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, თუ ასეთი ძლიერი იყო სხვა რატომ მისი მეთაურობით არ მოხდა ეს ყველაფერი, ესა ფაქტი. და მე მაგას არ შევაფასებ და ახლა იმ კატეგორიისგან, რომელიც სინკარებს იპარავდა ჯარისკაცების ყაზარმის თავს და გენერალი გახდა მერე, რომელიც სავარჯიშოებს, სასროლეთს ეგრეთ წოდებულ პოლიგონს ცხრების აძოვრად იყენებდა და მერე გენერალი გახდა. ეს სინკარა, გენერალი სინკარა. კაპანაძე, ვახტანგა კაპანაძე, თინახიდაშელის კაბაში დამალული ლაჩარი ვიღაცა არსება. ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც 2008 წლის ომის დროს სააკაშვილის რჩეულმა ბატონმა ვლადიმერმა აგერ მიწების გაფორმება მოასწრო ერთლარად კოჯორტაფახმელაში. ამ გენის და ამის ნაირების არ ჩამოთვლი კაცო სია ბევრია რა.
სულ შებერილი, სულ ჩადგმული სასტავები რო ლანძღავენ კაცს, რომელმაც საკუთარი შვილი არ გაცვალა გენერალს ტყვეჩავარნილი შვილი, იმის სხვა მემები რა სიტყვიანო და შეწირა ამ ომს და ის მამა იყო და მეომარი იყო და გენერალ სიმუსი იყო ნამდვილი, ვინ უნდა შეა, ვინ უნდა აგინოს. არსებობს რაღაცა ისტორიული ჭეშმარიტება, რომელიც რაღაცნაირად იცი რა მოგწონს არ მოგწონს ადამიანი უნდა აღიარო თუ რეალობის დაკარგვა არ გიყვარს. აბა შეხედეთ რომელი ქვეყანა არ ზეიმობენ ამ ფაქტს საფრანგეთში ომის დამთავრების ფაქტს ზეიმობენ. საფრანგეთის ყველაზე დიდ ქალაქებში სტალინგრადის ქუჩები არის. ოფიციალურად არის აგერ მეგაპოლისია ლიონი, ჩაბრძანდით. და სადგურიდან ხელმასწვრივ მეორე რაცა უზარმაზარი პროსპექტი ეს არის სტალინგრადის ქუჩა. არის ფაქტია და ვერ შეცვი. პარიზში წაბრძანდით მეტროა ბატონო სტალინგრადის. ნებისმიერ ყველა პატარა ქალაქში ერთი დაგეგმარების სისტემით თუა ყველაფერი წასული იქაც ნახავთ სტალინგრადის ქუჩას მე ბევრჯერ გამომიქვეყნებია და მიდია ეს. ამით იცით რისი თქმა მინდა? აქ არ არის კულტის მიმართ რაღაც თაყვანისცემა და რაღაცა. აქ არის ისტორიულ მოვლენებზე ხაზგასმა იმისი თუ რამ გადატეხა ის სისაზარლე რომელიც ადამიანების ტყავისგან ხელთათმანებს ამზადებდა რომლებმაც მოაწყო ებრაელი ერის გენოციდი და არა მარტო ებრაელი ერის კაც ადამიანებს ასაჭურისებდნენ იმიტომ მიაჩნდათ რომ ის რასა არ უნდა გამრავლებულიყო და მე თავშივე ვთქვი ახლა ომის მოვლენების შეფასებებს არ დავიწყებ მაგრამ ასეთი იყო ასე მოიხარშა სისტემა ბოროტის სისტემა გერმანიაში და ამ ყველაფერს სათავეში უდგა ადოლფ ჰიტლერი და საოცრად ძლიერი სახელმწიფოებრივი მანქანა გერმანული სიზუსტით, გერმანული დისციპლინით, გერმანული სამხედრო სიმწყობრით და მოდიოდა და ყლაპავდა მსოფლიოს და აწესებდა მის ახალ კანონმდებლობას, სადაც უნდა მომხდარიყო ყველაფერი ისე რომ მთელი ერები უნდა იყოფილიყვნენ გერმანელი ერის მონაერები. კი, ასე იყო და ამას ვერავინ ვერ შეცვლის, რაც არ უნდა იძახოს ვინმე სტალინი ცუდი იყო, სტალინმა რეპრესიები მოაწყო ეს განხილვის სხვა თემაა, მაგრამ დღევანდელი დღეა და ამ დღევანდელ დღეს ვერავინ ვერ შეცვლის. მისი მეთაურობით ჩვენმა ბაბუებმა ბოლო მოუღეს გერმანიაში ფაშიზმს. ცოცხალი იქნებიან ის ბატონები, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ თანამონაწილეობდნენ ამ დიდ ომში. რატო არ აშუქებს ვინმე აი თუნდაც გერმანიის ტელევიზია, ან თუნდაც რატო არ ჩადიხართ, რატო არ ეკითხებით ამ ხას როგორი იყო, რა გეგმები ჰქონდა. ნიუნბერგის პროცესზე მოხდა მათი გასამართლება. და რუდენკოს მიერ და არა მარტო რუდენკოს მიერ ეს იყო საბჭოთა კავშირის პროკურორი მაშინ უმძიმესი დანაშაულების მომსწრე გახდა მთელი კაცობრიობა. როდესაც ექიმმა აღიარა კი არა ექიმმა თქვა რომ თქვენო მეომე დავებითო 2 მილიონი ებრაელის სიკვდილის 2 მილიონი კი არაო 3 მილიონი დავხოცე. ექიმი რო ამას იტყვის. და ის ხალხი სადახართ ეხლა ნეტა დამანახა ის აკარაშვილების თინახიდაშელების ანასხლეტები და კიდე ბევრი რო ხართ სადახართ ნეტა რო იმით იღებავთ გმირთა მემორიალებს წითელი კრასკით და რა ვიცი რაცა გაქვთ ჩაძახებული ყურში რო გააკეთოთ ასე. ბიჭო, სოფლიოსთვის კი არა, საკუთარი ქვეყნისთვის არ გიომიათ. რო ვინმე მკითხოთ რუსეთს ვერ იტანთ და რუსულ დროშებს ხებთ სასტუმროების წინ. აგერა რამოდენიმე მეტრი არის გორის ცენტრალური მაგისტრალიდან. გადაბრძანდით ბატონო თუ ასეთი ვაშკაცები ხართ, ომში მე თქვენ არ მინახი ხართ რუსების წინააღმდეგ. გადაბრძანდით თქვენ თუ ასეთი გმირები ხართ, ასეთი ვაშკაცები ხართ, თავდადებული ხართ, ხო? და რუსული ბაზიდან ჩამოხსენით მაგ დროშ, აი იმას ვეუბნები, გამოსცირებული რო დარბის იქ რუსულ ფილმებში რომ მონაწილეობდა. ჩემი მოსახსნია როა დავით
შემისაშვილი ვიღაცა რა ვინცა მის გვარი რატომ უნდა მახსოვდეს ერთ-ერთი მაგრამ მაინც ეს არის რეალობა რა ადამიანებს რომლებსაც ხე არ დაურგვიათ წაბილწვას აკეთებენ იმ სამხედრო მოსამსახურეების საფლავების ვინც პირდაპირ მნიშვნელოვნად რა მონაწილეობდა იმაში რომ ესენი ცოცხლები ყოფილიყვნენ დღეს თორე იმას რო იძახით ბარეორი მერსედესით ვივლიდიოთო ჰიტლერი რომ მოსულიყო რატო არ მოვიდა ჰიტლერიო აი ერთი რომ დაუშვათ და გაიმარჯვა ფაშისტურ გერმანიას და მოსულიყო ჰიტლერი სახელმწიფო სათავეში აი რა იქნებოდა მე სად იქნებოდით თქვენ იქნებოდით ვიზია ჩვეულებრივ რომელიღაცა კონცლაგერში საცდელ ვირთხათ ან რაღაც სამედიცინო დაწესებულებაში RSХ-ს ან გესტაპოს ან იმის გამო თუ საერთოდ შევრჩებოდით როგორც ერი მაგრამ მე თუ მკითხავ აი ესეთ ნაძირლებს რომლებიც ნუ არ შემდგარი არსებები არიან მაკიაველმა კითხვა რა თუ სახელმწიფო მოიპოვა თავისუფლებაო მაშინო მისი მტრების შვილები კი არაო მისი მტრების შვილები უნდა გაანადგუროსო თუ უნდაო მასო მისი სახელმწიფოებრიობა დაიცვასო აი ესეთ ხალხი არის ნათქვამი რა არაპროდუქტიულ ადამიანებზე რომლებიც საზოგადოებისთვის არასოდეს სიკეთეს არ გააკეთებენ არასოდეს კარგი ზოგადად სიკეთეს არ გააკეთებენ რა წყობაც არ უნდა იყოს რა ამათი ერთადერთი მიზანი არის რაღაცის დამცირების და რაღაცის დაკნინების სიმაღლეზე აიწიონ საკუთარი თავი და იტივტივონ რომ ამითი გამოხატონ ის რომ აი ჩვენს ვარსებობთ ჩვენც აქ ვართ მე კი ვიცი ასეთ ხალხს რა ეკუთვნის მაგრამ თანამედროვე გააზრებაში ამის ხმამაღლა თქმა მაინდა-მაინც მიღებული არ არის ეს უნდა შეასრულო და ეს რო შეასრულო ხელში ძალაუფლება უნდა გქონდეს და ქართული ოცნება არის კოლაბორანტი ჩვეულებრივ ის არა კოაბიტაციაში მყოფი რაღაცა ძალებთან არა ის ჩვეულებრივი კოლაბორანტი რომელიც ამავე პრინციპით მოქმედებს და ამნაირ საშოში არის ჩათესილი და ამ მუცლიდან არის გადმოღებული რომელსაც ეგრეთ წოდებული რა ვიცი ახლა რა დავარქვა ამას ხელისუფლებაში არიან და გორის მუნიციპალიტეტმა აი კონკრეტულ ფაქტს გეუბნებით ახლა რა გამოაცხადეს რომ 100 ლარი თუ გავზდითო მეორე მსოფლიო ომშიო ვეტერანების თანამაცო და იცით რომ საერთოდ იმ რეგიონში სადაც ეს კანონი მუნიციპალიტეტში მიიღეს ომის ვეტერანი აღარ დარჩა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აი ეს გააკეთეს ამათმა და მე იმპულს უკან დაიბრუნებენ და რა ვქნა ჩვენ ხო გავზარდეთ საქმე გააკეთეს რა რა თესლით ახართ ნაკეთები რა ჯიშის ახართ ერთადერთი ყარი შემოსავალი, რასაც უკავია გორის მუნიციპალიტეტში, ესაა სტალინის სახლ-მუზეუმი, თუ ვინმე უცხოელი ჩამოდის, ისეთ საქართველოს რო არ გაუგია, მიდის სტალინის სახლ-მუზეუმში, იცის რომ იქაურობა უნდა ნახოს. მე ჩემი ქვეყნის გარეთ ყოფილი ვარ გასული და ეხლაც იქ ვიმყოფები და არა მარტო საფრანგეთში მათ შორის რა. როგორ გითხრათ ახლა ყველა მისის სტალინი მაგრამ არავინ არ იცის ვინა კობახიძე ვინა მიხეილ სააკაშვილი ვინა ბიძინა ივანიშვილი ვინ არის ესეთები არ იციან რა რა ვიცი ბიჭო ვინ ადგება და ვინ მოთხრის თუ არის ესეთ ნაპოლეონის ძეგლი საფრანგეთში მოთხრის ვინმე ნაპოლეონის ძეგლს იმიტომ რომ დიქტატორი იყო ნაპოლეონი და იმპერატორი იყო უბრალოდ და დიქტატორი სამავდროულად მოთხრის არავინ. რომში ვინმე დაამტრევს იულიუს კეისრის ძეგლს, იმიტომ რომ ერთპიროვნული მმართველი იყო. მოხდება ესეთი ფაქტი? აი მე დიდად დაამტრია, აბა. როგორი პატარა ცნობიერების ხალხი ვართ? ჩვენ არა ვართ? ეგ უნდა ითქვას რა, რომ ძეგლებს ვებრძვით. აი როგორც ხატმებრძოლეობა იყო რელიგიაში ერთი მიმდინარეობა და მე ვიტყოდი მიმდევრობა და არ ქონდეს ხოთა შორის მას დიდი მომავალი არ ქონია რა ხატმებრძოლებს და ჩაილიტნენ და ჩაიფქნენ იმიდიაში ეს უსამშობლო ურწმუნოები როგორიც იყვნენ აი ესეთი არიან ოღონდ ეგენი არიან ძეგლთმებრძოლეები რა აი ასეთი ხალხის ხელში დგას დღეს საქართველოს და ესეთი ადამიანებს, კაი, ნაცებმა გააკეთეს, ხო? ჩამოაგდეს ის გორში სტალინის ძეგლი და დაამხოს და
გასაგებია, მაგრამ ნუ თუნდაც ხო შენ მოდი სახლ-მუზეუმია, იქ მაინც გადაიტანე მის სახლ-მუზეუმში. ამას ისე კი არ ვამბობ, რომ ვიღაცის თაყვანის მცემელი ვიყო. არა, აქ არის რაღაცა ისტორიული პროცესების მიმართ თანმიმდევრობა და სახელმწიფოებრივი გააზრება რა. ბიჭო, რა არ მესმის, იცი, როგორც გინდათ ისე გამიგეთ რა. და მართლა არ მესმის ეს ყველაფერი. ველოსიპედის ძეგლი უნდა იდგას საქართველოში და სტალინის ძეგლი ვიღაცის ტუალეტში უნდა ეგდოს? არასწორი გააზრებები გვაქვს. სახელმწიფოებრივად მცდარი. რომელ კანონზეა ლაპარაკი? ბიძინა ივანიშვილს თუ ვინმე შეეხება. ეგრევე გამოგონილი სარჩელებით რაღაცა აბრუნებენ და ადმინისტრაციულ კანონს ვინც არ ღვევს ერთხელ ორჯერ და უკვე გადადის სისხლის სამართალში. მათ მიმართ რატო არ ხდება ესეთი რაღაცა? ისტორიული ძეგლების დანგრევისთვის, ძეგლების შეურაცხყოფისთვის, მოსპობისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატო არ ხდება, იცი? რეალობაში ქართულ ოცნებას აქვს მისი იდეალები. ის პატივს არცემს არც საქართველოს წარსულს, არც საქართველოს მომავალი საერთოდ სადა ქვეყანას ამათ ხელში. ყოფაც მით უმეტეს არცემს პატივს. აი ესე როგორ იცი, ბრიზგებით მოქმედებს, მე ვერ ვამბობ იმ სიტყვას deep state თუ რასაც უძახის რა. ახლა ის არის დაჩემებული და იძახიან. ის არის მთავარი მიზანი, რომ ამათ მარ დაკარგონ ხელისუფლება. და ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არ იმყოფება. საქართველოს მართავს მისი მარიონეტები. ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან ცუდი მარიონეტების თეატრის დირექტორი. პაპა კარლო. ხო წაგიკითხიათ ის ბურატი. პაპა კარლო ძალიან კეთილი პიროვნება იყო რეალობაში. და ეს არის ძალიან ბოროტი მეთოჯინე. ეს არის მყარი რეალობა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვწვდებით, ჩვენ არ გვინდა ეს გავითავისოთ ქართველებმა რა. მივდივართ ერთმანეთს აგერ საფრანგეთის პრეზიდენტმა ცეცხლიანთო პირადად ტრიუმფალურ თახთან. სხვა ქვეყნებშიც ასე არის ეს. და თუ ვინმე მონაწილეა, იმას პატივს მიაგებენ და სცემენ და ბიჯო გმირთამ მემორიალი კი არა ეს ვაკეში რაც არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ესე იგი, თუ იქ ვინმე გავიდა, აუცილებლად უნდა დამთავრდეს ერთმანეთის შეურაცხყოფით, პირველი პირი არ მივა, იქ რაღაცა თანამდებობის როჟას გაუშვებენ, ჩატარდება რაღაცა და ჩართავენ მუსიკას და ამთავრებენ ყველაფერს დამთავრდა. ასე არ არის ეს. რატო არ არის, იცი? არასწავლი შენ ახალგაზრდა თაობას ღირებულებებს არ აძლევ. არეუბნები როგორ იცხოვროს, არეუბნები როგორ განვითარდეს, არეუბნები რა მიმართულებით უნდა წაიღოს თავისი ცხოვრება. არაფერს არეუბნები და ეუბნები რომ თუ რამე ამ ქვეყანაში არის, ეს მარტო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის რა. შენი იდეალი ყავს. და ასეთი ადამიანები აგინებენ სტალინს და უძახიან იყო დიქტატორი და აბა ბიძინა ივანიშვილი ვინ აკავთ? სტალინს მსოფლიო მაინც იცნობდა, ბიჭო, თქვენ საქართველოშიც კი ხდებით საკუთარი ერის აგინებელი. თქვენ ახართ გაფუჭებული თესლით ნაკეთები ბრჭყალებში დიქტატორები. თქვენ პროსტო თქვენ მეტი არაფერი არ შეიძლებათ კაცმა გიწოდოთ რა. რა უნდა ვთქვა ეხა რომელი ვინ აყავთ თქვენი გენერლები, თქვენი კულიანი ეგრეთ წოდებული გენერლები არ ვიცოდი მაინც ის არ ვიყო რა ქვია თადარიგში მყოფი ოფიცერი არ ჩემი თვალით არ მენახოს თქვენი სამხედრო წარმატებები. გამოგონი ბრეჟნევს არ ქონდა იმდენი მედალი თქვენ რო წაგებულ ომში გულზე მიიქერეთ ბიჭო. და თქვენ რომ მიწები ფორმეთ და თქვენ რომ იმამაძაღლეთ ბიჭო. და ტრიბუნალს აკეთებს ვიღაცა წულუკიანი ეს ამყავს ტრიბუნალშიცა რა. და ესა ვასილ ამაღლაფერიძის საყვარელი სოზარ სუბარა გამოდის და კაცობაზე ლაპარაკობს. და დაბარებული ყავს აქ გამოსიერებულები რო არიან ისინი კიდე ცალკე პრობლემები არიან ის ყურაშვილი და ისინი რა აფრიკაში რო ისინი არიან გენერლები დიდი ბერეტები და ამხელა ვარსკვლები რო უკერია დიდი რაც შეიძლება დიდი აი ესეთი ტიპაჟები სად მოძებნეს ესეთი გნიდები ჯერ და იმას კი არ ეტალკავებიან და იმას კი არ ედავებიან რომ რა სახელმწიფოებრივი რა შეუფერებელი თანამდებობისად მიქნა ჩადენილი არა
ნაცები რატო გახდით და რატო გამოდით მე იქედანო, თორე აგერ ჩაჩიბაია ნაცი რო იყო და ქოცი გახდაო მერეო და ჩვენთან იყო პარლამენტში, ის კაი ბიჭიაო, რატო არ აიღეთ იქედან მაგალითი. აი ქვეყანა რომელსაც ქვია თურმე სახელმწიფო, არ აყავს სამხედრო ტრიბუნალი, არ აყავს სამხედრო პროკურატურა და თავდაცვის ძალები ყავს, თავდაცვის ძალები ყოლია. ჯერ შეიარაღებული ძალები გაუქმეს სახელი და შემოიღეს თავდაცვის ძალები და აი ესეთ ჩანჩორო ანჩირებს უნდათ რომ ეს რა ქვია, სოფლიო ეპოქა გაასამართლონ. ჩანჩურ ივანიჩებს. თუ მაგრად არ მცხვენოდეს, რომ ისინიც ქართველები არიან და მეც ქართველი მქვია რა. თუ მაგრად არ მცხვენოდეს. და თუ არ მალაუდე ძაღლიშვილი ვიყო, რომ ისინიც ქართველები არიან და მე მაგათ ქართველებს არ უძახი რა. არა, მე მაგათ მაგენი ქართველები არ არიან რა. მაგენი არიან საბჭოთა გაფუჭებული საბჭოთა კავშირის ამონასპერმალში ნაცხოვრები მამის შვილები. რომლებსაც არანაირი სახელმწიფოებრივი იდეა არ გააჩნიათ. მათ შორის იმ საბჭოთა კავშირში სამდე იყო საბჭოთა კავშირი იდეა, არც იმას არ იზიარებდნენ. ეგენი იყვნენ ყოველთვის კონფორმისტები და მედროვეები და ძაღლის შვილები, რომლებიც ყოველთვის და ყოველ დროს ცდილობდნენ მორგებულიყვნენ მთავრობას და ხელისუფლებას. აგერა ავსტრიაში საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლი დგას. და რა არის ცი? ყოველ კვირის ბოლოს წითელ ვარდებს აწყობენ იქ. რატო დგას იცი და რატო ხდება ესეთი რაღაცა? იმიტომ ხდება ესეთი რაღაცა, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა დავალებით ყველაზე დიდი სისხლი გაიღეს, რომ ის სოფლიო ისტორიულ ღირებული მემკვიდრეობა არ დანგრეულიყო და ამას შეაკუთვნენ. ამას კონკრეტულად უყურებენ კონკრეტული ერიშვილები. მათ შორის იმ ერიშვილები, საიდანაც წარმოიშვა ჰიტლერი. ჰიტლერი იყო გერმანულენოვანი, თუ არა გერმანელიც არ ყოფილა, ის ავსტრიელი იყო რეალობაში რა. არა ის რო იცოდე, უნდა იცოდე შენ სოფლიო ისტორია რა, მისი ქვეყნის ისტორია არ იცია. ევროპაში გამარჯვების დღეს ზეიმობენ 8 რიცხვში. და ჩვენთან მიღებულია ამის ზეიმი 9 რიცხვში. რატო? ბევრს რო შეკითხო, ეს არ იცის რატო. რატო და ომი როცა დასრულდა? საფრანგეთმა, ამერიკამ და ინგლისმა, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, ისე საფრანგეთში გადაწყვიტეს, რომ აქ უნდა გაკეთებულიყო კაპიტულაციის აქტი 8-ში. მიიღეს ეს აქტი, მაგრამ თავარი აქტორი, ვინც იყო და ომის მომგები რეალობაში, იმის იმპერატიული მოთხოვნით, სტალინის იმპერატიული მოთხოვნით, მეორე დღეს უბრალოდ საღამოს უკვე შედგა განმეორებითი კაპიტულაციის აქტი თვითონ ბერლინში, ტრაფეინი გორად, რასაც უძახოდნენ აი ზუსტად იქ, სადაც ქართველმა აიტანა სხვათა შორის გამარჯვების დროშა. კანთარიამ, მელიტონ კანთარიამ, რა ვიცი ახლა ამ ისტორიასაც ვერ შეცვლით. თორე ბევრს ეს ყველაფერი სხვანაირად გონია აგერა, მაგალითად ტრამპმა ის თქვა, რომ აი ჩვენო მაშინ ევროპას დავეხმარეთო და თვითონ მიიწერა გამარჯვების დღე, მაგრამ რამდენად რეალურია ეგ ყველა მიცის. და ეს არის რეალური, იმიტომ რომ ყველაზე დიდი დარტყმა იყო საბჭოთა ხალხმა, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო საბჭოთა ხალხმა ამ ყველაფერში და მე ბევრჯერ მილაპარაკია სხვათა შორის მე აქ გააზრებულ გონებრივ ადამიანებთან, ფრანგებთან და აი სევდა და ტკივილი ომიდან განცდილი ყველა ერში, როდესაც ხდება ესეთი გლობალური ტრაგედია ერთია რა. ერთი მეგობარი მყავს აქ ფრანგი, მან ახლა სადგური, სადაც მითხრა, რომ მისი ბებია სიბერის ბოლომდე დადიოდა იმ სადგურზე და ელოდებოდა ბაბუას, რომ გერმანიიდან დაბრუნდებოდაო რა. ტკივილი ერთია ხალხში. ამიტოა ის საერთო ტკივილი, ამიტოა ის გლობალური ტკივილი და როგორ მახსენდება ეს მე ჩემი დედულეთში, გუშტიპში
მოხუცი ქალი პასიკო, რომელმაც 3 თუ 4 შვილი გაგზავნა ფრონტზე და არც ერთი არ დაუბრუნდა და იჯდა და ელოდებოდა მის შვილებს. ეს არის ტკივილი. ეს არის ისტორია, რომელიც ცრემლით და სისხლით არის დაწერილი და ოტია იოსელიანს აქვს მშვენიერი ბრწყინვალე ამ ტრაგედიას დაწერილი ვარსკვლავთ სვენა და ალბათ ის უნდა წაიკითხოთ. და სხვათა შორის ეს წიგნი დაწერილია არა იმისთვის, ხო არ არის პოპულარული კითხვა ახალგაზრდა თაობაში და მაგიტომ მინდა ყველაფერი ეს რომ თქვა რომ ეს წიგნი დაწერილია იმიტომ რომ რუსმა წააძახა იქ კოლეგამ რომ თურმე ჩვენ ქართველებს ომი არ გქონდა ნანახი. ჩვენ რა უნდა გაგვიკვირდეს რომ ჩვენიანი იქცევა ღორულად ამის მერე და კადრულობს იმას რაც არ უნდა იკადროს, მაგრამ და რო დაიწერა ეს წიგნი აი უკაცო კაცი რო არ იყო დარჩენი რასაკეთებდნენ ქალები და რასაკეთებდნენ დედები იმისთვის რომ ეს უნდა წაიკითხო ამას ქვია ვარსკვლავთ სვენა. რატო იყო ეს ვარსკვლავთცენა, რისთვის იყო ვარსკვლავთცენა, რა ვარამი გადაიტანა ჩვენმა ერმა. აი ვიცი, მე ამის თქმა მინდოდა, მე ამის ასახვა მინდოდა, ამის გადმოცემა მინდოდა და მე ვფიქრობ, რომ ჩემი სათქმელი ახლა, ამგენს გინდა წინ უქენი, გინდა უკან უქენი თუ უთხარი, როგორც გინდა ისე გაიგეთ, მაგრამ რეალობაში ეს სათქმელი უნდა თქმულიყო დღეს და მე ამათ ეს ვუთხარი. ესენი უფრო მეც იმსახურებენ, ვიდრე ამის თქმა და ნებისმიერის ქნა ეს უსამშობლოები, მაგრამ რაღაცა ნორმანდიაში და კუნძულ ტექსელზე და იმაზე ქართველი ძვალი რო არჭვია მიწაში იმის გულისთვის რომ სისხლიანი კუნძული ტექსელი, ვინც არის ის მართლა რა. ანახეთ თქვენ შვილებს მოუყევით ამის შესახებ. ქართველის სისხლია ეს, ქართველის გაღებული გმირობებია ეს, გაკეთებული საოცრებებია. რავი, რა უნდა რომელი ერთი გადმოვცი ახ საბრძოლო ისტორიებს მე არ ჩამოვთვლი, მაგრამ არ ხდება სათანადოდ საზოგადოებისთვის მიწოდება არა და სათქმელი და მოსაყოლი ახალგაზრდა თაობისთვის მეტია. კუნძულ ტექსელზე მოწყობილი ქართველების აჯანყება, რამაც სერიოზული იდეაფიქსი ითამაშა როლში და საბრძოლო სულისკვეთების გაძლიერება ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ, ეს რა ვიცი, საბრძოლო ისტორიებში სისხლით დაწერილი სამხედრო წესდებაა რა. და არა მარტო ის, კიდე რამდენი და რაღაც აი მიწებში ჩასობილი ძვლები, რომელსაც ინახავს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა იმ გვარებს, რომ მიდიხარ ახლა აწყდები ამ წარწერილ გვარებს და შენ გულში გვხვდება რა. არ ჩამოვთვლი კონკრეტულად რა. შენ გულში გვხვდება ეს ყველაფერი და ვიღაცა მაქარაძის და ვიღაცა თინახიდაშელის საგინებელია ესეთი ადამიანები? ვიცი, მე შეიძლება საგინებელი არის, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ერი იმისთვის რომ სწორგზაზე დადგეს, უნდა თავიდან ბოლომდე უნდა ამობრუნდეს როგორც მიწა. რაღაცა სასიკეთო ხორბალის ჩათესვის წინ მანამ სანამ გაღვივდება. შეიძლება მე არასწორ შედარებებს ვაკეთებ, მაგრამ ჩვენი ერი ისე არის დაცემული სულიერად, ისე დეგრადირებულია რა. თუ არ მოხდა მისი გაღვიძება სახელმწიფოებრივი შინაარსით რა, ის აუცილებლად მტკნარი ნეშოსავით გაირყნება მიწაში. და უმთავრესად რა, როგორც გინდათ საზოგადოებამ უნდა მიხვდეს, უნდა გამოავლინოს იმუნიტეტი, რომ აი ესენი ეს ნაძირლები რა უნდა მოიკვეთოს. სტალინგრადში აი თავდაცვის მინისტრად იჯდა ეს სიტყვებს ვეძებ არ მინდა რომ ვიბილ სიტყვა, უბრალოდ სხვანაირად არ გამომდის რა. ეს საყვარლების ძებნაში დაკავებული უსუფაშვილის ცოლად მყოფი და ჩვენი თავდაცვის მინისტრი. დავით აღმაშენებელის ქვეყანაში ყავდა თინახიდაშელი თავდაცვის მინისტრი. და რა თქვა იცით, სტალინგრადშიო ხალხიო ერთმანეთს ჭამდენო და ძაღლებსო და ვირთხებს ჭამდენო და ეხა რუსებიო ასეთი ხართო, რუსებს შეადარა ის ადამიანები, რომლებიც იქ იბრძოდნენ და კი, იქ ერმა რა დააშავა. და ერს და მიცვალებულს როგორ უნდა მიაყენო, ბლოკადა
რომელიც მსოფლიო ბრძოლების ისტორიას არ ახსოვს, ხალხო, სტალინგრადი იყო ბოლო კედელი, სადაც გერმანიის დედაატირებული ფაშისტური რეჟიმი დაეცა და გატყდა და წავიდა იქედან და წავიდა მერე უკან. და კიდევ ერთხელ გითხარით, ლიონი იქნება, პარიზი იქნება, ყველგან არის სტალინგრადი როგორც მონუმენტი რა, კაცობრიობის შემახსენებელი მონუმენტი, რომ ეს არის ის, რასადაც კაცობრიობის მტრები უნდა გაჩერდნენ, სტალინგრადი. და სტალინგრადში ასე ხდებოდაო ბლოკადის დროსო. და დაცინა ამითი შეურაცხყოფა მიაყენა აი იმ გმირ ადამიანებს, ვინც ეს ყველაფერი ბოროტება გააჩერა რა. რა უნდა ვთქვა? ცუდია ამას თუ უბრალო მოქალაქე იზამს მარავა. დამღუპველია ეს, როცა ამას შენი ერის თავდაცვის მინისტრად მჯდომი აკეთებს და ამას საქართველოს ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადება ქვია და ამაზე პასუხი არავის არ უგია არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად და არც თანამდებობრივად. მიცვალებულების ხსოვნის შეურაცხყოფა მათთვის მიღებულია როგორც ერთადერთი ფორმა მათი უცხოური პატრონების კეკულუციზმის. აი ამის თქმა მინდა მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, მეც ვერაფერს ვერ გამოვთქვამ, მაგრამ მე ამას მივცემდი ასეთ შეფასებას, რომ სანამდე ერში გვეყოლება აი ესეთი წურბელები, არათუ მარტო ხსოვნის დაფასებით იქნება საქმე, არამედ მყოფადი და მომავალი ჩვენ არ გვექნება. ამათ არ შეუძლიათ სიკეთი აკეთონ. მაგრამ არის ესეთი ბუნებრივი მომენტი, არც სიკეთის ფესვზე ხარობს ბოროტება. ახლა აქ არ ვიცი, ოკეი, აი აგერ კომენტარს აკეთებს ოკეი. ვიღაცა ოკეი. აი მე შენ კომენტარს იცი როდის წავიკითხავ ოკეი. როდის წავიკითხავ იცი შენ კომენტარს, როდესაც შენ იმის ტრაკი გექნება, აი აქ შენი სახელით და გვარით წერო. მაშინ ავდგები და წავიკითხავ შენ კომენტარს და პასუხის ღირსათაც ჩავთვლი. ოკეი? ეგარია. არავის წინააღმდეგი არა ვარ. და არ მინდა რომ ყველა მისე გამიგოს, რომ აი რაღაცნაირად სახელმწიფოს ახასიათებს რა. უნდა იყოს აი ემიგრაცია იქნება, ეს იქნება, ქართული ოცნება ახლა რასაც აკეთებს, ხო? ამას ახსნა რა აქ რა. ქართული ენის დასამარებას აკეთებს. ყველაფერთან ერთად ცუდი რა არის, იცი? იქ საბჭოთა კავშირი როცა იყო დიდი სახელმწიფო, იმათ დეკლარირებულად ქონდა რუსული ენა, ქონდა თავისი იდეები და მიყვებოდნენ. შენ სახელმწიფო ვარ, ბიჭო, ისტორიული სახელმწიფო. შენ გზას უხსნი 1000 ჯიშის 1000 რჯულის ადამიანს, უხსნი ოფიციალურად და არავალდებულებ მას სახელმწიფო ენასთან რაიმე კავშირი ქონდეს რა. ესა სერიოზული პრობლემა. მე ამ პრობლემაზეც მინდა ვილაპარაკო. მაგრამ ეხლა არა. ეტაპობრივად ამ ყველაფერს შევეხები, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო წარსული იდეების პატივისცემის მიმართა ვართ ნეიტრალურები ამათ ხელში, როგორც სახელმწიფო და როგორც ადამიანები. არამედ ზოგადად როგორც მოვლენებმა გვანახა, ჩვენ კრებთ ისეთ ცუდ ნეგატიურ მიმართულებებს სახელმწიფოსთვის, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ჩვენი ერის ძირეულ დესტაბილიზაციას და ჩამოშორებას ნებისმიერი სახელმწიფოებრივი ორბიტიდან. ეს არ არის რაღაცა თემა გამოგონილი და ზღაპარი. აი მაგალითად მე მინდა გითხრათ, რომ ახლა რადგან შევეხე ამ თემას, მინდა შევეხო მინდა ბოლომდე ამ ყველაფერს. ამერიკის საელჩომ გაავრცელა ესეთი ინფორმაცია ტერორისტული აქტის შესახებ სავარაუდოდ, იმიტომ რომ გეგმავდნენ, რომ თბილისის 3 ლოკაციაზეო შეიძლება ესეთი ფაქტი იყოს და გააფრთხილა თავის მოქალაქეები რა.
მე არ ვიცი დეტალებში რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება, მაგრამ როგორი უფუნქციო უნდა იყოს სახელმწიფო ნებისმიერმა საელჩომ შენ ქვეყანაში ესეთი აქტის შესახებ საჯაროდ ილაპარაკოს და უშუალოდ პირდაპირ რომელსაც აქვს ვალდებულება მოგაწოდოს ინფორმაცია კონტრტერორისტული მიმართულების შესახებ. ამგენმა გამოიკვლიეს ეს ყველაფერი და არ დადასტურდა და ეგენი მაგრები არიან და ისინი არიან ცუდები და ისინი არიან პროჭები და ისინი არიან დეზინფორმატორები და არსებობს ინფორმაციის მოწოდების, გავრცელების, დაკონსერვების და იდეოლოგიური თუ არაიდეოლოგიური თუ დესტაბილიზაციის თანამედროვე ომების სხვადასხვა ფორმები არსებობს რა. მაგრამ სახელმწიფო, როგორც იდეოლოგიურად, ისე ინფორმაციულად, ისე კონტრტერორისტულად დაუცველია. ამერიკის საელჩო ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ან არ არის ისეთი არაადეკვატური ორგანიზაცია, რომელმაც რაღაცა თქვა და არ იცის მერე რაღა უნდა თქვას იმის გარდა. იმან იცის, რომ მისი მოქალაქეების ინტერესი არის მთავარი ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე და ის უნდა დაიცვას. ის არის სახელმწიფო. მას აქვს დაზვერვის, შემავლობის ძალიან სიღრმისეული მექანიზმები და თუ რამე თქვა, შეიძლება ეს იმის გულისთვის თქვა, რომ პრევენცია გააკეთა. და თუ რამეს იტყვის, ამას ყოველთვის აყოლებს არგუმენტირებულ ახსნას, როგორც ღია გრიფულ ინფორმაციაში, ისე დახურულ ინფორმაციაში. და თუ რამე ამ წუთას არ მოხდა, ის არ ნიშნავს იმას, რომ ან არ შეიძლება მომხდარიყო, ან არ შეიძლება ახლა უახლოეს მომავალში მოხდეს. და როდესაც შენ ქვეყანაში აძლევ უფლებას ავღანეთის მოქალაქეებს და 14 თუ 17 ქვეყნის არაბული სახელმწიფოების მოქალაქეებს შემოვიდეს, აიღოს ბინადრობის უფლება, გააგრძელოს ცხოვრება და ასე შემდეგ და შენ არ ინტერესდები რა მიდის ამის ქვევით. როცა ესენი არიან მოწყვლადი ქვეყნები, სადაც ესეთი ტერორისტული იდეოლოგია ძლიერია და ნებისმიერ დროს შენ ქვეყანაში იქნა ინვენტირებული ეს პრობლემა და მე უცებ ამერიკის საელჩოს მხრიდან ხდება ამის გავრცელება და შენ ამას უყურებ ნიჰილისტურად, ხო? ეს ერთ რამეზე მეტყველებს მარტო, რომ შენ ხელისუფლება არ აკავს. შენ სათავეში იმყოფება ძალა, რომელსაც ჩაგდებული აქვს ხელში ძალაუფლება და რომელიც მოქმედებს საზიანოდ როგორც საზოგადოების, ისე ქვეყნის და რომლის მთავარი მიზანიცაა ხელისუფლება როგორც თვითმიზანი და როგორც სახელმწიფოსთვის კეთილდღეობა. ამის თქმა მინდა მე ახლა არ მეზარება ამ ყველაფერზე ლაპარაკი. საზოგადოება არის უმრავლესი ნაწილი უსაფრთხოების კუთხით ძალიან გაუნათლებელი, ძალიან არ მეწყინება კიდევაც თქვა და ნორმალურია ეს, იმიტომ რომ ელემენტარული როა იყოთ, ხო, გლობალური უსაფრთხოების შესახებ კი არა, ბავშვებს სკოლაში სამხედრო გაკვეთილები გაუუქმეს. სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილები გაუქმეს, არათუ გეოპოლიტიკურ სიმაღლეებზე არა კაცი დაინტერესებულია, იმით მონად როგორ აქციონ რა. და თუ ჩუმად არ იქნება, თუ სადმე ადმინისტრაციულ სამსახურშია, ტრაქში პანჩური და წავიდა აქედან. აი ასეთი დონე განათლების ამაღლებისკენ კი არ არის მიმართული, თვით გადარჩენისკენ არის მიმართული. და იძულებით მონობისკენ არის მიდრეკილი, როგორ დაიბას თავი ამ უმძიმეს გამოწვევებში. და როგორ ექნება უნარი ასეთ საზოგადოებას მოახდინოს სოციალური ინტეგრაცია სახელმწიფოში. ერთი იდეის ირგვლივ ბრუნვა და სოციალური უსაფრთხოების ირგვლივ ბრუნვა არ ექნება, იმიტომ რომ მას არ აქვს ამის განათლება და მით უმეტეს არ აძლევენ ამის საშუალებას. შენ გართმევენ იმის უფლებას, შენ იყო ადეკვატური შენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. ეგ არის. რა ქვია, რა ჯანდა მე მაინდამაინც კარგად ვერ ვამბობ, ვერ გამოვთქვამ ხოცები deep state თუ რასაც უძახიან რა. აი ეს არის ხოცებისთვის ნომერი პირველი საფრთხე. თუ აი მაგალითად სოფლის მეურნეობა არ არის აწყობილი, თუ ვინმე ფული მოიპარა, თუ ვინმე ნაძირალა გამოდგა ხოცებში იმნაირ რომელმაც რაღაცა იკადრა, რაც არ უნდა ეკადრა, ვინმე შეშფოდა, ეს ყველაფერი deep state-ის ბრალი და არა იმ ხალხის ბრალი, ვინც ქმნის ქვეყნის შიდა პოლიტიკას და მით უმეტეს შიდა უსაფრთხოებას. და ვინ ახლა ჩვენ შეიძლება დავსვათ კითხვები, რომ რატო არ აფასებენ წარსულებს
რომლებიც თქვა ნორმანდიაში გმირები წევან იქ სადმე ქართული სისხლით თუ სადმე ტრიალებს სამარცხვინოები არიან ბიჭო რა უნდა ვილაპარაკო რა უნდა ვთქვა ერთი შემთხვევა და ერთი ფაქტი მქონდა ასეთი რომ სმოლენსკში ხო დაღუპული ნახეს ქართველი მებრძოლი და ამოიცნო ოჯახმა ის ქონდა რა ქვია წერილი და მედლის უკან ეწერა კიდე სახელი და გვარი და ეს ნახეს გვამი და ჩამოსვენება უნდოდა ოჯახს და მომართა მე ამის შესახებ მე ვის არ მივმართე კოცებში მაგრამ მაშინ ესენი იყვნენ და ესენი არიან დღეს და ოფიციალური წერილები თუ არა ტელეფონზე კავშირები მიანგენთან არც თან არ მქონია უნდა ოჯახს ჩამოსვენება რა მისი გმირის არა კაცო რაში ანაღულებდათ რაში აინტერესებდათ იქ რაღაცა პრობლემა არ იყო მათთვის ეს თავარი საკითხი მოკვდა ჩამარხონ სადაც არის იქ ეს იყო პასუხი და ახლა ის გასიებული ღორი რა გერეუს ნაბუზვარი კობალაძე რო გვიზის ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსად იქ გმირობას რო იბრალებს საქართველოში და ისტორიის სახელმძღვანელოებში რო აქვს პრეტენზია რო იყოს და იმ ნაბუზვრები კიდე ბევრი გამოვიდნენ და ბრეჟნევით ამ მედლებს აჩხარულებდნენ და ეგენი არიან გმირები მისი უახლოესი ნათესავი რო გახადა კიდე გერმანულ ესა რა ქვია გენერალი თავი რო ის გგონიათ რა ქვია მემკვიდრეობით რო გადადის ეს წოდე ფეოდალიზმი ჩაულებრივი რა უნდა რა შეფასება უნდა მივცი ამ ყველაფერს ახლა მეტი ასია ამის თქმა მინდოდა და ეს თქვი გულახდილა და ახლა შვიდად დამეძინება იმიტომ რომ ამათ აი ამ ნაძირლებს ერთადერთი რაღაცის ეშინიათ, რომ რაც შეიძლება მეტი სიმართლე თქვა და რაც შეიძლება ამ სიმართლით აი ამათი კეთილდღეობა მოწამლო, რომელიც ქართველი ერის ზურგზე, სისხლზე და გენოციდზე აშენებული. სიმართლით მოგწამლავთ. თქვენ კოცებო და ჩემერს გაუთმობ გულს სიმართლის თქმით. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. დანარჩენი სხვა მიზანი, სხვა ამოცანა მე არ გამაჩნია რა. დროულად ისტორიულ მოვლენებს და ფაქტებს და პოლიტიკურ პროცესებს ანალიტიკურად შევეხმიანებ. ასე რომ ვინც უყურებთ ამას, ჩემ ვიდეო ბლოგს, თხოვნა იქნება ჩემი გამოიწეროთ ეს ვიდეო ბლოგი ჩემი და სადაც რომელ პლატფორმაზეც არ ნახავთ ამას და იყოთ თანაზიარი, გამოხატოთ თქვენი პოზიციები, დასვათ შეკითხვები რეალური სახელებით და გვარებით რა ქართველებს არ აგვაქვს იმის უფლება ჩვენი აზრის გამოხატვა ჩვენი სახელით და გვარით გვეშინოდეს მინიმუმ ამის უფლება არ აგვაქვს არავინ არავის არ თხოვს დღეს აისხას იარაღი აბჯარი ფარი შუბი დაიკავოს ხელში და ომში წავიდეს ვიღაცის წინააღმდეგ თანამედროვე ომი დღეს აი აქ მიდის თანამედროვე ომი აი აქ იმართება და ჩვენ უფლება არ აგვაქვს ამ სიმართლეს ზურგი ვაქციოთ და ჩვენ გავხდეთ მსხვერპლი აი იმ სისაზიზღრის რომელსაც ჩვენ გვაჭმევენ ყოველდღიურად დეზინფორმაციის სახით რასაც მიყავს ქვეყანა იდეოლოგიური გაუბედურებისკენ ეკონომიკური მოსპობისკენ პოლიტიკური იზოლაციისკენ და ტოტალური უბედურებისკენ აი ამის თქმა მინდოდა მე კიდევ ერთხელ ულოცავ მათ ოჯახებს ვისი ოჯახის წევრებიც მონაწილეები იყვნენ ამ ომის კიდევ ერთხელ ტკივა და ვიღებ გულთან ვისი ოჯახის წევრებიც შეეწირა ამ უბედურებას დიდ სამამულო ომში და ისინი გმირები იყვნენ არიან და დარჩებიან მარადიულად მათი სულები შეუერთდნენ ღმერთს ცაში აი ამის თქმა მინდოდა მე ამინ